მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიწერთ რა გაშლები უფრო საჭირო არის თქვენთვის, რომ მეც გავაკეთო და ცოტა გეხმარება ძალიან სასიამოვნოა ეს ჩემთვის და ჩემ შრომას უფრო მეტი ფასი აქვს ამ შემთხვევაში. და იყო ესეთი თხოვნა წმენდების შემდეგ რა ენერგიებში იმყოფება ადამიანი და როგორ მუშაობს ეს წმენდებიო. თუ შეიძლება რომ გააკეთოთ ესეთი გაშლაო და მათთვის ვინც ჩაატარებს წმენდები, ვინც გააკეთეთ რაღაც რიტუალები, თუნდაც საჯაროდ უყურეთ, რა შედეგი აქვს ხო თქვენთვის ესე რომ ვთქვათ. ვარიანტი იქნება 3, იმიტომ რომ ახლა ერთი ვარიანტით ყველაზე ვერ იქნება ვერ რეზონირდება, შესაბამისად ვეცდები რომ ვარიანტი იყოს 3 და თქვენც მოგანდოთ, ესე რომ ვთქვათ, არჩევანი და ნახოთ. მუშაობს თუ არა ეს წმენდები და როგორ მუშაობს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მგონი ჩანს და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე და უფრო რომ გაგიმარტივოთ, მოდით დავიხმარ ესეთი ლაზურიტი იყოს, მგონი ჩანს. ლოჯიკა, ესეთი ავენტურინის და იყოს დალმატინი იასპი. პირველი, მეორე, მესამე და ვნახოთ. მუშაობს თუ არა და რა შედეგი აქვს ხო, როგორ მუშაობს. და რაღაც ისე მომინდა ხა რომ დაახლოებით პერიოდით გავარკვიოთ. დაახლოებით საბოლოო ჯამში, როდის დადგება შედეგი, რას გვეტყვის. ხო? სამყარო. პერიოდით, როდის დადგება. ჩაიფიქრეთ, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, ცოტა ხანი გავჩუმდები. მე მედოვნებ უკვე აირჩიეთ, მე გადავდებ მესამე ვარიანტს, გადავდებ მეორე ვარიანტს და პირველი ვარიანტი ლაზურიტი ვინც ერჩეთ, აი აქ დავდებ, მგონი ჩანს. პირველი ვარიანტი მუშაობს თუ არა. იცით რა არის აი პირველ ვარიანტთან მიმართებაში ვიტყვი რომ ცოტა არ იყოს და აქ რაღაც რთულად მიდის ყველაფერი, შეიძლება ითქვას რომ აქ არ მუშაობს ეს რიტუალი სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას რომ არ ვიცი ხა, შეიძლება არასწორი მდგომარეობა იყო, შეიძლება არ გამოვიდა, ყველა ადამიანის სხვადასხვა ენერგიებით არის ხო? არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ენერგიებმა ვერ იმუშავეს. აქ ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი არის ჩაკეტილი თავისთვის და აქ არ ხდება მუშაობა, არ ხდება ამ ეტაპზე ვერ მუშაობს. შეიძლება ახალი გაკეთებულია და დრო სჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიტყოდი, რომ პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, აქ არ არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ენერგიები რაღაცა თავისუფლდება. შეიძლება რაღაც მომენტში აქვს ადამიანს იმისი
მდგომარეობა, რომ რაღაცაზე იბრძვის, რაღაცას ცდილობს სიტუაციურად, მაგრამ არა რიტუალებიდან გამომდინარე, არამედ უბრალოდ თავისი ნებასრულიდან გამომდინარე. აქ არის ისევ ჯერ მაგიური ზემოქმედების მდგომარეობა, აქ არის ისევ ის სიტუაცია, როდესაც ადამიანზე შეიძლება იცით რა მომენტი არის, აი თქვენ იმუშავეთ, მაგრამ მასზე კვლავ მუშაობს ვიღაცა და კვლავ ხდება მისი ენერგიების დაბლოკვა, ხო? სამწუხაროდ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო გეტყვით ესე, რომ აქ ადამიანის ენერგიები არ არის თავისუფალი, აქ ჯერ კიდევ ისევ манипуляტორულ მდგომარეობაში, ჯერ კიდევ მაგიური ზემოქმედების ქვეშ არის და წმენდების შედეგი ცოტა რთული იქნება, რომ მიიღოთ. აქ არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება კიდევ ერთხელ გავუნებით, თვითონ ადამიანი ცდილობდეს რაღაცისგან გამოსვლას, მაგრამ იმხელად ანუ მას არ შესწევს ამ ყველაფრის დაძლევა და ვთქვათ მიშველება სჭირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ მუშაობს ეს რიტუალი, როგორც ჩანს. არ მუშაობს. კიდევ ნახეთ, არა, აქ არის ზემოქმედების ქვეშ ადამიანისა. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ აქ არანაირად არ არის, შეიძლება, არ ვიცი, ხო, გონებით ცოტა რთულია ესეთი მომენტი, მაგრამ აქ თითქოს ადამიანს, აი, იცით როგორი მომენტია, შეიძლება გააკეთეთ, მაგრამ არ მუშაობს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენი გაკეთებული, ანუ გაწმენდის მერე კვლავ რაღაცა გაკეთდა. კვლავ რაღაცა ქმედება იყო მისი დაბლოკვის, მისი ჩაკეტვის, ისე რომ პირველი ვარიანტის წარმომადგენლობა ცოტა რთული არის, აქ ადამიანი კვლავ დაბლოკილია, კვლავ აქვს ის მომენტი, რომ გონება დაბინდული. მოდით ნახოთ მაინც დაახლოებით, როდის შეიძლება რომ მოხდეს ამ ყველაფრის გასუფთავება. ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მე ესე ვიტყოდი. აქ დასჭირდება საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, იმიტომ რომ ნახეთ, თვითონ ადამიანი იბრძვის აქ. და შესაბამისად, ესე ამ ნეგატიური ზემოქმედების ბაზზე მხოლოდ სუფთად ადამიანის ბრძოლა ანუ ესე მარტივად არ არის, ხო? იმიტომ სჭირდება დახმარება, იგივე კუთხით დაწმენდების მდგომარეობა, რომ ადამიანს გაუმარტივდეს ამ ყველაფრიდან გამოსვლა. აქ ადამიანი თვითონ იბრძოლებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად დააღწევს თავი ყველანაირ მაგიურ და манипуляტორულ მდგომარეობას, ამიტომ აქ საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ადამიანი გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიოს ეს ყველაფერი და თვითონვე გამოიხსნას თავი, ესე რომ ვთქვათ. რაღაცა ესეთი მომენტი არის. სამწუხაროდ პირველი ვარიანტის წარმომადგენლება აქ არ ხდება. გასუფთავება, რიტუალი არ მუშაობს იმ ხარისხით, როგორც უნდა იმუშაოს. ნახოთ, მეორე ვარიანტი, ვინც აერჩია ავანტიურინი, მუშაობს თუ არა თქვენთან. ასკარად ფესები ძალიან გამდგარი. მუშაობს თუ არა. ეთით რა არის, აი, მეორე ვარიანტთან მიმართებაში მე ვიტყვი, რომ მუშაობს, მაგრამ ნახეთ, ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ანუ ნახეთ როგორ რაღაც არის, შეიძლება თქვენ ჩაატარეთ წმენდა, ხო, წმენდის რიტუალი, ადამიანს გონება დაუბრუნეთ, ვთქვათ, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, თვითონ ადამიანი
ფიქრობს და ადამიანი თავის თავთან არის რაღაცა იცით როგორ მომენტში აი როდესაც ხო აი ნახეთ რა მომენტი არის ადამიანი როდესაც მიდის ურთიერთობიდან თქვათ ხო მე უკან დასაბრუნება აი ხო ხდება თქვათ წავიდა ნეგატიური ზემოქმედების საფუძველზე წმენდა ჩაუტარდა გონება გაეხსნა უკან დაბრუნების შანსი მიეცა მაგრამ ნახეთ ახლა როგორი მომენტი არის კი ეს შანსები ნამდვილად ხო არ გავუში ხელიდან ყველაფერი რაღაცა ხო არ გამომრჩა საკუთარ თავთან აქვს ამ ადამიანს ესე ვიტყოდი ბრძოლები არჩევანის წინაშე ისევ ეს სტაბილურობა ხო არ იყოს რომელზეც ვარ და შევცვალო თუ არა სიტუაცია აი რომ შევცვალო მე რა იქნება მეორე მომენტი კიდე იცით რა მომენტი არის რომ თითქოს შეჩვეული ჭირითობიაო ხო ხდებით აი რაღაც ეს მომენტი რო არის ხო რამდენად სამართლიანი იქნება უკან მობრუნება ხო უკან დაბრუნება თქვა სიტუაციების ну აქ შეიძლება ითქვას რომ აქ თუ სამკუთხედი სიტუაცია იყო და ადამიანი მეუღლეს თან სიტუაციაში იყო აქ არის ის მომენტიც რომ შეიძლება გადაწყვეტილების წინაშე დგას, მაგრამ ვერ ტოვებს იმ ურთიერთობასაც, იმიტომ რომ ну იქ რაღაცა პასუხისმგებლობების მდგომარეობა არის. აქ მეორე ვარიანტთან მე გეტყვით რომ აქ არის შედეგი ადამიანი არის საღგონებაზე, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ უკვე ადამიანი უბრალოდ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თვითონ რა აწყობს ესე რომ ვთქვათ, ხვდებით? აი თუ სამკუთხედი ურთიერთობა არ არის და მეუღლე არ ყავს, ხო ვთქვათ, ხო არის ესეთი მომენტებიც. აი იმათთვის კიდე გეტყვით რომ აქვს ის მომენტი, როდესაც აი თქვა თავისუფალი ადამიანი და ეხლა აი ამ თავისუფლების შეზღუდვა მინდა არ მინდა ეს მომენტი. მეორე ვარიანტი გეტყვით რომ კი იმუშავა რიტუალმა უბრალოდ ადამიანი ეხლა თავად არის აი ეს იმაში თავის თავთან ბრძოლაში მინდა არ მინდა მივიდე არ მივიდე წავიდე არ წავიდე აი რაღაცა აი ამ არ უნდა დათმოს თავისი ის სტაბილურობა რაც აქვს ხვდებით თუ ყავს ოჯახი და ვთქვათ მეუღლე და შვილები მაინც ენანება ესე რომ ვთქვათ დათმობა იმ სიტუაციის შეიძლება ვთქვათ იქ რაღაცა ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე. თუ ადამიანი თავისუფალია და არც არავინ არ აყავს ხომ თავისუფლების დათმობა არ უნდა. აი აქ ეს მომენტი არის. აი თვითონ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ესეთი მდგომარეობა აქვს. კარგით ნახოთ აბა დაახლოებით რა პერიოდისთვის შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და დაალაგოს თავის გონება ან იქეთ ან აქეთ ხო? რა პერიოდისთვის უნდა ელოდოთ ამ ადამიანისგან რაიმე პასუხს. რაიმე სადღაც კარგად დაისვენებს, კარგად აწონდაწონის და ალბათ სადღაც ესე ვთქვათ წლის ბოლოს მოგახსენებთ თავის გადაწყვეტილებას დაბრუნებასთან დაკავშირებით და ურთიერთობის განახლებასთან დაკავშირებით და თქვენთან ყოფნასთან მიმართებაში რა და როგორ უნდა იყოს. თუ გაქვთ ამის ნებისყოფა რომ დაელოდოთ, მეორე ვარიანტი გეტყვით რომ მუშაობს რიტუალი ადამიანი გონებაზეა, ადამიანი რაღაცნაირად დაალაგებულია, არჩევანს აკეთებს, მაგრამ ეს არჩევანი ცოტა გაიწელება დეკემბრამდე, წლის ბოლომდე, ესე რომ ვთქვათ და ასე რომ რა ვიცი, ხა თქვენ როგორც გენებოთ, ისე უნდა მოიქცეთ, რა თქმა უნდა. და მესამე ვარიანტისთვის ვნახოთ, ვინც დალმატინი აირჩია. მუშაობს თუ არა მენდის რიტუალი.
არ ვიცი, აქაც მუშაობს, აქაც არჩევანის წინაშე დგას ადამიანი. მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ნახეთ, ახლა ძალიან ცუდი სიტუაცია არის აქ. არჩევანის წინაშე კი არის ადამიანი, მაგრამ აქ მე ესე ვიტყოდი, რომ აქ წვენის რიტუალი არ არის ჩატარებული. მესამე ვარიანტთან. აქ არ არის წმენდის რიტუალი, მეგობრებო, ჩატარებული სამწუხაროდ. რიტუალი მუშაობს. მე გეტყვით, რომ მუშაობს, მაგრამ აქ წმენდის რიტუალი არ არის ნამდვილად ჩატარებული. აქ არის რიტუალი ჩატარებული, რომელიც ნიშნავს ადამიანის ნების წინააღმდეგ ქმედებას. როდესაც ადამიანს არჩევანის მდგომარეობას თავის მდგომარეობას, აი თვითონ მიიღოს არჩევანი არ აძლევენ, აქ არჩევანის მდგომარეობაში არის, მაგრამ ეს არჩევანი არის ერთადერთი არჩევანი, რომ მივიდეს იქ, სადაც არ უნდა იყოს. აქ ადამიანის დაბლოკვა, მიჯაჭვულობის მდგომარეობა არის გაკეთებული. ადამიანის გონების დაბინდვა, ადამიანის მდგომარეობის ჩაკეტვა არის გაკეთებული. მე ესე ვიტყვი. აქ არ არის წმენდის რიტუალი ჩატარებული, აქ უფრო ესე ვიტყვი, რომ ადამიანზე არის ზეწოლა გაკეთებული. დაბრუნების რიტუალია, ესე ვთქვათ, თუმცა ეს დაბრუნების რიტუალი არის ეს დაბრუნების რიტუალი არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს მოსხდავს ყველანაირ თავის გადაწყვეტილების, თავის სურვილების წინააღმდეგ წასვლას. დაბრუნების რიტუალი მიჯაჭვულობის ენერგიებით, პარტნიორის ჩაკეტვის ენერგიებით, შეიძლება ითქვას სექსუალური მიჯაჭვულობები და ჩაკეტილობა მსგავსი მომენტებით. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ წმენდის რიტუალს მიმართა, მაგრამ აქ აშკარად არ ვიცი, აქ აშკარად ადამიანზე ძალიან დიდი манипуляტორული მდგომარეობა არის, ადამიანი მარიონეტად იქცევა. მე გეტყვით, რომ კი, რიტუალი იმუშავებს, კი ბატონო, მოვა თქვენთან აუცილებლად, დაბრუნდება აუცილებლად, მაგრამ ეს სწორი ქმედება არ არის. კარგით, ვნახოთ პერიოდი, ძალიან საწყენია. ესეთი რიტუალი. პერიოდი. ჯერჯერობით არ დაბრუნდება. ჯერჯერობით ესე ვთქვათ, არ დაბრუნდება ეს ადამიანი. ალბათ როგორც ჩანს, ადამიანი იბრძოლებს საკუთარი თავისთვის, საკუთარი სურვილებისთვის, იმიტომ რომ აი პირდაპირ გეტყვით, ამ ადამიანს არ ვიცი რა და როგორ, მაგრამ ესე ვთქვათ, სადაც წავიდა, შეიძლება იქ უნდა წასვლა და მისი არჩევანი იყო და შესაბამისად მის არჩევანის მდგომარეობას თუ უარყოფენ და მოყავთ, ადამიანი იბრძოლებს, რომ იქ იყოს, ხვდებით? ანუ აქ იქნება ბრძოლის მდგომარეობა, აქ იქნება ის მომენტი, როდესაც ადამიანი ეცდება ყველაფერი გაუმკლავდეს, მაგრამ არ ვიცი, აქ აშკარად შეიძლება ითქვას, რომ აქ არის რიტუალი, რომელიც ადამიანის ნების საწინააღმდეგო ქმედება არის, თუმცა შედეგი დადგება აუცილებლად. ოღონდ ბევრად მოგვიანებით, ვიდრე ელოდებით, ესე რომ ვთქვათ. მაგათ ესეთი გამოვიდა
ეს სამი ვარიანტი, როგორ მიმდინარეობს რიტუალი და დაახლოებით რა პერიოდში დაბრუნდება, ესეც გავარკვიეთ, დაბრუნდება თუ არა, ისიც გავარკვიეთ დაახლოებით, ასე რომ მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს და მაძლიერი ვარ იმისთვის, რომ აკომენტარებთ და საინტერესო იქნება ამ გაშლასთან მიმართებაშიც კომენტარები რა და როგორ რამდენად რეზონირდება და რამდენად გამოგადგებათ ეს გაშლა. დროებით თითოეულ თქვენთაგანს კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა.